მეგობრებო. უშინგა მე უცებ ძალიან თოვდა. კინახავდით სულ ყველა და ეს კიდე ესეთი თბილი ამინდით დილი ბჭყალებში. წერანას ორჯერ კინაღამ გამიტანეს მანქანებმა, ანუ აიდან რადგანაც მე არ გამაჩნია ისეთი ადგილი, სადაც ბაიკზე ვიმუშაობ. ვიწევს ხოლმე ჩემი მეგობრების ეზოების და რაღაც ეგეთი ადგილების გამოყენება. ეხლაც მივდივარ ჩემ მეგობართან, რომ ისეთი ეზო აქვს უკან კორპუსს, რომ შეგვიძლია წყნარად დავდგეთ. კაცშვილი არ შეგვიშლის ხელს გადავიღოთ. მივდივარ, რომ არის ფილტრი და ალების სანთლები შევცვალო. მეგობარ წყარია, რაღაც ყინვა არის. ყინვაზე კარგი ამბავი მაქვს, მეგობრებო. ვიპოვნე წინა ვიდეოში რომ ვამბობდი, რომ შარვალი არ მაქვს მეთქი, ვიპოვე მაგ პრობლემის გადაჭრის გზა. ახლა უკვე მაქვს შარვალი. აი, ეს შარვალი გამოჩნდება მე ვიდეოშიც, ლინკსაც დავდებ, ფოტოსაც დავდებ, მოკლედ Instagram-ზე ვიპოვნე, ესეთი მაღაზია, Hiking Corner ერთი ქვია. ძალიან კარგი ხარისხის, გუშინ 1 გრადუსში, იმას ვქენი, შევამოწმე, გასიზავდა და ქარიც კი არ მიგძნია, სიცივეზე ხო ზედმეტია საუბარი. ეხლაც საერთოდ ვერაფერს ვერ ვძნობ. შიგნიდან მაცვია, მაგათივე შვედური ბრენდი არის. სახელი ვერ დავიმახსოვრე, მართალი რო გითხრათ, რაღაცა შვედურად აწერია. Fjordlast Plach რაღაცა ესე. არის hiking შარვალი. დამცავები არ აქვს ახლა. მაგრამ ისედაც ჯინსით დავდიოდი და ჯინსში კიდე ხარი ატარებდა და ასე შემდეგ ბევრი პრობლემა იყო. შიგნიდან ჩასაცმელიც base layer-ი ქვია. ზოგადად მაგ შიგნიდან ჩასაცმელს და არის უთბილესი, არ არის სტანზე მომდგარი, მოტკეცილი და არ შეგიშლით ხელს. მე მაგალითად ეგ მაწუხებდა ძალიან, როცა თერმოშარვალი მეცვა. თავისუფლად მოძრაობთ. საერთოდ არ გცივა, ძალიან თბილად ვარ. თვითონ ეს შარვალი ზაფხულში შეგიძლიათ ჩაიცვათ. ხო და საერთოდ არ ატარებს ქარს. ისეთი ნიუტრიენტებით არის დამუშავებული, რომ ჭურჭელსაც არ იკარებს და არც წყალს. რა თქმა უნდა, თუ თავისუფლად წვიმაში მოყვებით, სავარაუდოდ ვერ გაუძლებს მაგას, მაგრამ ეგეც გასატესტია. არის საკმაოდ ლამაზი, მე ძალიან მომწონს და არის ხელმისაწვდომ ფასად, რაც მთავარია. ვიზუალურად უფრო ჩემი აზრით adventure-ის სტილს უხდება ასეთი სტილის შარვლები, იმიტომ რომ რაღაც მაინც ახლოს არიან hiking-ი და adventure კულტურა. არც ჩემი სპონსორია არაფერი, უბრალოდ იმდენად მოვიხიბლე ამ ყველაფრით, რომ მინდოდა რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა, თქვენც იხეირებს და ის კარგი ადამიანიც იხეირებს ამ ყველაფრით. ეს მოვიდით დანიშნულების ადგილამდე. აი, ამ შარვალზე გეუბნებოდით. ნაის. მოკლედ ხელსაწყოები ამდენი არ გჭირდებათ. ფილტრის შესაძლებლად გჭირდებათ მხოლოდ ერთი რაღაცა. აი ეს გჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ. მოკლედ ეხლა რა ხდება? ეს არის ჩვენი ჰაერის ფილტრი. სუფთა. შემდეგზე სავარაუდოდ მრავალჯერაც გამოვიწერ. იმიტომ რომ ეს მალე მოკვდება ამ ქალაქში. ეს ჰაერის ფილტრი, ეს ლუფი. და აქ არის ჩვენი ორი ალების სანთელი. ტერენ. ესეთი სუფთა და ლამაზი. კოდი. მაგასაც დავწერ. ორ ადამიანს ჩამოსდის, როგორც ვისაუბრე იმ ორ ადამიანთან უკვე და თქვენც გირჩევთ, რომ შეამოწმოთ
ჰაერის ფილტრიც და ალების სანთლებიც, რომ ნახოთ იქნება დამწვარია, იქნება ვაფშე არ შეუცვლია წინა პატრონს და შეამოწმეთ და ნახეთ თქვენ გამოგადგებათ ეს ვიდეო რა. დავიწყოთ. ხა თავარი არის ხა რა. ხუფის მოხსნა ისე რომ ეს საღებავი არ გავაფუჭოთ, რაც აქ აქვს. იმიტომ რომ აქ ისე შედის, რომ შეიძლება ამ ნაწილმა გააფუჭოს საღებავი რა. ჯერ ხსნით ქვედას და შემდეგ გვერდითას. მე უკვე ამას გამოვწევთ და ეს არის და ეს. აქ შიგნით ეს რაღაცა მოყვება თავისი, რომელიც არაფერში არ გამოგადგებათ. საერთოდ სხვა ის ჭირდება ესეთი ვარსკვლავიანი თავი. აქ რა ხდება? აქ არის მცველები და ესენი არის ყველანაირი ელექტრორელი, რაც ამ მოტოციკლებს ჭირდება. ეს ერთი შეხედვით თვითონ ვაიმერი და აქ რა უქნა არის, მაგრამ ძალიან მარტივია. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და სხვაგან ვერ ჩასვათ ამ ყველაფერს რომ მოხსნით ახლა რა. ამის შიგნით არის ჰაერის ფილტრი. ამიტომ ახლა დავიწყოთ ამის მოხსნა, თუ მოუხსნით საერთოდ. არის OBD reader-ი. ამით უერთდებით კომპიუტერს. რაღაც დიაგნოსტიკისთვის, რიმეფისთვის და 1000 მაიმუნობისთვის. ესეც აკუმულატორის მცველი არის აქ. პრობლემა აღარ არის, ეს უნდა გამოვაძროთ აკუმულატორის მცველი და აი აქ გწურება ჩვეულებრივად. ეხლა მოხსნი აქ კიდევ 3 ბოლტს და მივედით ჰაერის ფილტრთან. აი ისიც. რა ჭირს პროსტა შეხედე. შევადაროთ მოდი. სხვაობა. ძალიან მარტივად. всё. ეს შეგვიძლია ნაგავში გავუშვათ. სულ ეს არის. შიგნით აქვს კიდე რაღაცა ორი ცალი პლასმასი. სადაც უნდა დაუმიზნოთ, აი ხა ეს არ წავა რა. მოდი ვაჩვენოთ შიგნით აქ. ახე ორი ცალი პლასმასი აქვს, რომელიც ასწორებს ზუსტად ფილტრს და იმაში უნდა ჩაჯდეს აი ესენი რა. ალადინ. აი ფილტრია. მაგარი ფილტრია. ჩაჯდა მეგობრებო. ეხლა მოუჭერ ამას. შევჩურთოთ ეს ყველაფერი, რაც გამოუჩურთეთ. ეხლა ჯერ ისე ეს შევსვათ. ეს. ეს. ჰაერის ფილტრი შეცვლილია, გადავიდეთ სანთლებზე, ოღონდ იმ სანთლებზე არა. სხვა სანთლებზე. ვაზრობთ ჩიბუხებს, წინ და უკანეს ვამოძრავებთ, ეხლა წეგან მოხსენი და მარტივად ამოვიდა და აქედან უნდა გამოვწიოთ, ოღონდ ეს რომ ბაკის მოხსნა არ დაგჭირდეს. ჩიბუხ. მე მგონი 14-იანი წავა რა. თუ არ ვწდები. 14. ჩვენ გვინდა რომ მოუშვათ და არ მოუჭიროთ. მოშვება ხდება საათის ისრის უკუ მიმართულებით და მოჭერა პირიქით. საათის ისრის მიმართულებით. ესე. ოპა.
ეს რა სასიამოვნო ხმა. იმედია დამწვარი იქნება და ახლებს რო ჩავაყენებ სხვაობას ვიგრძნობ, მაგრად გამიტყდება არაფერი ვარ ჭირდეს. ამას შეხედე რა ჭირს. გადამწვარი არის. ხელით სადამდე შეძლებთ ჩაიყვანეთ და თხილად იყავით ბაკთან რა მოხსნისას რომ არ დააზიანოთ საღებავი რამე შეგძლიათ გადააფაროთ ხოლმე საერთოდ ბაკს და ისე იმუშაოთ. მაგრამ ჩვენ ხო ეხლა პროფესიონალები ვართ და კარგი იქნება თუ თორქიანი კანჩი თუ გაქვთ რომელიც ძალას გიზომავს რამდენზე უჭერ. მაგით თუ იზავთ, მე მგონი 20-ზე უნდა დააყენოთ ეგ, მაგრამ მე არ მაქვს და ამიტომ ძალიანაც არ მოუჭიროთ, რომ არ ჩაწყვიტოთ იქ რაღაცა რეზბები რა. კარგად მოუჭიროთ და არსად არ წავა, ძალიან არ დააწყვეთ. ეს ხო 14-იანია კი. და წავედით ახლა საათის ისის მიმართულებით. თუ წავედით თქო საერთოდ. ეგ არის. მოიჭირო. დავსვათ უკან ჩიბუხი. წესით და რიგით ცალი შეცვლილია და მეორეზეც იგივეს გაიმეორებთ რა. აი როგორ უხდება? ბაქს. Switches unboxing. ნაკოცო ისე უნდა ჩადო. კი, აი ესეთ მარტივი არის მართლა ამის გაკეთება და მოიხდით ხოლმე 70 და 100 ლარს და 200 ლარს და არც პროფესიონალი ის ვარ რა ქვია მექანიკოსი არაფერი არ კი მაქვს რაღაც გამოცდილება მაგრამ ანუ Landrover-ის პატრონი ვიყავი მაგრამ ანუ თავი არის მე რაც მაშინებდა ყოველთვის რა როცა რაღაცა არ ვიცოდი რომ აი მაგალითად ეს რა არის როგორ ვქნა და რაღაცა მეშინოდა და ბოლტის მოჭერა არის მეტი არაფერი არ გადადგე ეგნაბიჯი და არ შეგეშინდეს მაგის გაკეთება რა. ისეთ რაღაცას არ აფუჭებ ახლა აქ თან თუ არ ჩატეხავ ახლა რა თქმა უნდა. იქდი არის ჩქარო, წყნარად. მეგობრებს დაუძახე და. No problemo. გრძელი 14-იანი. ეხლა რა ხდება? ჰაერის ფილტრი შევცვალეთ და ჰაერის მიწოდება გაუნჯობესდა ახლა მოტორთან. კომპიუტერი მიიღებს უფრო მეტ ჰაერს. და ამ მოდელებს კონკრეტულად აქვთ ავტო კალიბრაციის ფუნქცია, უნდა დაქოქო და გაზის სახელურს არ უნდა შეეხო საერთოდ. უნდა აცადო თავისით 10-15 წუთი პროსტა იყოს დაქოქილი და თავისით გააკეთებს ამ კალიბრაციას. კი წერდნენ ფორუმებზე რომ შეგიძლია დაждე იარო და 1 საათს მერე ავტომატურად იზავს მაგასო, მაგრამ 1 საათი ქალაქში თუ ვერივლი პროსტა შეგიძლია დააყენო და ისე ქნა რა. მე ხა მაგას ვიზავ დაქოქავ და იდგება 1-15 წუთი და ეგ არის. ეხა მთავარია დაიქოქოს. არა ვფეთქდეთ. რა გავიარ დატოვოთ კიდე არსად არასდროს რასაც იმუშავებთ და გააფუჭებთ და გადასაყრელი იქნება იქ არ დატოვოთ. აი დადგა მომენტი. აუ გასაღები მაქვს მანქანაში. ვაფშე სხვა რა რიხმა. არაფერს არ გვინთებს ეკრანზე თან ეგეც კარგია, რამე რო იყოს გვეტყოდა. მაგალითად მარცხენა ციმციმა გაფუჭებული მაქვს ეხა და შეახედე. მარცხენა ციმციმას რო ვთავ ეგრევე ტინ 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 მეუბნება რომ მარცხენა გაფუჭებულია. დაუცდი ეხა ამას და გავივლი მერე და გეტყვით რამე შეცვლილი არის თუ არა რა. აბა ნახოთ ეხლა რა ცვლილებას მოგცემს. პატარა ჩავარდნები ქონდა ხოლმე. უფრო სტაბილურად მუშაობს, აშკარად ძრავია. კი, ბევრად სტაბილურად მუშაობს ძრავი. გადასარევია მომწონს. ესე მარტივად ჯამში ალბათ 9 საათი დაჭირდა ამ ყველაფერს. შეიძლება ახლა პლაცებო ეფექტი არ და მეჩვენება, მაგრამ აშკარად
ბევრად სასიამოვნო გახდა მოტოციკლეტი რა. ფეთქებაც კარგად ხდება, ვიდრე ხდებოდა ძრავში და ჰაერსაც უკეთესად ჭამს. აშკარად გაწევაც მოემატა რა, ეხლა წვიმის რეჟიმზე მაქვს ჩართული და სხვანაირია. წვიმის რეჟიმი გიგდებს ცხენის ძალებს, ბოლომდე არ გაძლევს და traction control-ი გაქვს სხვანაირი. ხოდა აშკარად წვიმის რეჟიმზეც ეგრევე იქაჩება რა. გუდავდა ცოტას. ეგ ერთი და მეორე აი აშკარა იყო რა, ცოტა ჩაგდებით ფეთქდებოდა რაღაცა თვითონ რა. მოკლედ კმაყოფილი ვარ ნამდვილად. ტემპერატურამ დაიწია კიდევ და ამ შარვალში კიდევ არ მცირია. მე უნდა ცადო სადმე და შორგზაზე წასვლა, იქ როგორ გავუძლებს, ეგ მაინტერესებს. როგორ გაიფოს სტარებით. რა შედარება. მეგონი ნახევარი მოტოციკლეტი მყავდა აქამდე. არა ძალიან კარგად დადის. მართლა ნახევარი მოტოციკლეტი მყავდა. მოკლედ ბიჭებო, თქვენ ვინც ელოდებით ამ მოდელებს და ზოგადად ვინც ელოდებით ახალ მოტოციკლეტებს, პირველი შეიძლება თქმაც არ გინდათ, მაგრამ მაინც შეამოწმეთ სალების სანთლები, ჰაერის ფილტრი, ზეთი, მუხრუჭის სითხე, ეგ ყველაფერი შეცვალეთ ეგრევე. და ნამდვილად რაც არის ეგ მოდელი, იმას ნახავთ. აი ძალიან გაასწორა ეხლა მან. ძალიან. მადლობა Hiking Corner ესეთი კარგი პროდუქტისთვის კიდევ ერთხელ. თითქოს გაზის სახელური ცოტა იმაშებოდა, ლაგავდა სავით, აგვიანებდა. მე ხა აღარ აგვიანებს. რა შეტარება. ხმაც უფრო რაღაცნაირი უმახიანი გაუხდა. ეთქობა კარგად რო ფეთქდება. აღარაცილებს. არ ვიცი რას აღარაცილებს, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცნაირად უფრო მომწონს. შეიძლება ვატრაკებ. მოკლედ გამოიწერეთ არხი მეგობრებო. და ლაიქეთ და დამიკომენტარეთ და კიდე რა მინდა გითხრათ, რომ 80% მაყურებლების უბრალოდ მიყურებს და გამოწერილი არ აქვს არხი. თუ შეიძლება გთხოვთ, წითელ ღილაკს დააჭირეთ ქვემოთ და გამოიწერეთ არხი. ძალიან დამეხმარებით. თქვენ არაფერი გაყდებათ, უბრალოდ მე დამეხმარებით ამით. ისედაც თუ უყურებთ, მაგრამ დააჭირეთ რა.